ზურა მიმაჩნია, რომ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არის დღემდე ერთადერთი ნათელი წერტილი. ეჭვი არ მეპარება ამ გადაწყვეტილების ისტორიაში. თქვენ თვლით, რომ ეს იყო წარუმატებელი სტრატეგია ლიბერტარიანელ ადამიანისთვის, ყველაზე ნაკლებად სასურველი ორგანიზაცია არის ევროკავშირი თავისი რეგულაციებით და ამხელა ბიუროკრატიული სტრუქტურით. აი, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს? თამარ მეფეური. საპატრიარქოს წინააღმდეგაც არაერთხელ გამოსულა არაერთი განცხადებით, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ვერ მივახციეთ იმ მიზანს, რომ ადამიანებისთვის მართლა აღვიხსნა რა არის ამ ხრი პრობლემა და ეს აღიქმებოდა ეკლესიასთან ბრძოლად. მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერებო და პოტენციური გამომწერებო. დაგიბრუნდათ აბსურდის თეატრი, ახლა უკვე სტუმრით. მოგეხსენებათ, საკმაოდ ცხელი თემაა ის, რომ გირჩი მეტი თავისუფლება დაიშალა, ასე რომ ვთქვათ. და ერთ-ერთი წამოსული წევრი, ბატონი ბადრი, დღეს არის ჩვენი სტუმარი და მოგვიყვება თუ რა ხდება ზოგადად, რა მიაღებინათ ეს გადაწყვეტილება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადმოგცემთ სიტყვას და აი მოკლედ გითხარით რა მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება ზოგადად. ხო, ბატონები არ მეასება ზოგადად. კარგი. პირველ რიგში მივესალმები შენ მაყურებელს, წარმატებას გისურვებთ ამ მიმდინარე საქმიანობაში, პირველად ვარ თქვენი სტუმარი და მადლობა. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური ადამიანები არსებობთ ამ ქვეყანაში და ცდილობთ, რომ ბევრი ისაუბროთ. ხო, რთული გადაწყვეტილება იყო, მე ცოტა ჩელე დავტოვეთ გირჩი, სადაც დავწერე კიდევაც ეს, რომ რა ვიცი, ჩემი ცხოვრების შეგნებული ცხოვრების მთავარი პერიოდი აქ მაქვს გატარებული იდეაში, მივედი მესამე კურსელი სტუდენტი. აქ გავატარე 8 წელი, ანუ ეხლა 28 წლის ვარ უკვე და ეხლა მომიწია წამოსვლა და გირჩის არსებობის ისტორიაში თითქმის ყველა ეტაპს მოვესწარი. შიგნიდან მაქვს ანახი იქ როგორ ხდებოდა პოლიტიკის კეთება. მე პირადად რამდენიმე როლი მქონდა მორგებული, ესე რომ ვთქვათ, ამ პარტიაში, ამ პერიოდის განმავლობაში დაწყებული მით რომ თავიდან ვიყავი პარტიის გვერდის, Facebook გვერდის ადმინი და პარტიის სახელით ვესაუბრებოდი ხალხს. მერე მოხდა ისე რომ ვიყავი პარტიის იურისტი. მერე უკვე 2021 წელს ვიყავი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქში, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნებზე. ნუ ამის შემდეგ ვიყავი უკვე 2024 წელს კოალიცია ცვლილებისთვის უკვე საპარლამენტო სის ერთ-ერთი კანდიდატი. მოკლედ, ჩემი კარიერა რაღაცნაირად კლიენტ გირჩს უკავშირდება, აქ აეწყო ყველაფერი და ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ცხოვრებაში ზოგადად, რაც გადაწყვეტილებაც მე მიღია. თუმცა ეჭვი არ მეპარება ამ გადაწყვეტილების ისტორიაში იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ერთ დღეში და ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მთელი ბოლო პერიოდის გამოხატულება, ესე ვთქვათ, რასაც გირჩი აკეთებდა პოლიტიკური სტრატეგიის კუთხით. ეხლა ჩვენსა და ზურას შორის არანაირი იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება არ არის. ზურა მიმაჩნია, რომ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არის დღემდე ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც თავისი გულწრფელობით და ღირსებით და ამ ღირსების გამოხატულებით სამაგალითო არის ადამიანებისთვის და ეს თავის დროზე სამაგალითო ახალგაზრდებისთვის გახდა და ბევრი ახალგაზრდა სწორედ ზურას გამო დაინტერესდა პოლიტიკით და ხო, ჩემი აზრით ზურამ მნიშვნელოვანი კვალი უკვე დატოვა საქართველოს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ისტორიისთვის და ხო, მე მინდა რაღაცნაირად ჩემი სურვილი არის, რომ ზურას კიდევ უფრო მეტად გავუმართლო ეს იმედები და ჩემი მადლიერების თავარი გამოხატულება მის მიმართ თუ კი რამე იქნება ეს, რომ მე დამოუკიდებლად შევძლო წარმატების მიღწევა. ხო, ეს არის მოკლე ისტორია ჩემი გირჩთან მიმართებით, რა ვიცი, თუ კონკრეტულად მეკითხები, ესე რომ ვთქვათ, რა გახდა წამოსვლის მიზეზი, ამაზე ჩემს დეტალურად ვისაუბრა. ხო, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი, როგორც აღნიშნე, იყო ეს ზოგადად სტრატეგია, როგორ უნდა განვითარებულიყო პარტია. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გირჩი გახდა კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. მანამდე ჩვენ გავერთიანდით პარტია დროასთან, კიდევ უფრო მანამდე ვიყავით ეგრეთ წოდებულ კოორდინაციაში გიორგი ვაშაძესთან.
და იდეაში სადღაც უკვე 2022 წლიდან გირჩის პოზიციონირება პოლიტიკურ ველზე აღარ იყო, რომ გირჩი პარტიული იდენტობის შენარჩუნებაზე ფიქრობდა და პარტიის მშენებლობაზე ფიქრობდა. ჩვენ გამოდიოდით იმ ლოგიკიდან, რომ მთავარი მიზანი იმ მომენტში ქვეყანაში იყო ავტორიტარული რეჟიმის გადატეხვა და ამ ბიზნესთვის მნიშვნელოვანი იყო ძალების კონსოლიდაცია ოპოზიციაში, მათ შორის კოალიციაცვლების გაკეთებაც. ესე ვთქვათ, ამის გამოხატულება იყო, რომ რაღაცა ბარიერ გადაულახავი ხმები არ დაკარგულიყო და ამ ხრივ წული შეგვეტანა ჩვენ ივანიშვილის საბოლოო დამარცხებაში, რაც აღმოჩნდა ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მცდარი სტრატეგია. ანუ აი ეს იდეის განვითარება ზოგადად რატო დათმით, ანუ ზოგადად ადამიანმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხმა არ მისცეს ერთ პარტიას და მოგცეს შენ, ეს ხო იდეაზე უნდა იყოს დამყარებული, უნდა შეაცვლებინო მას აზრი. და რატო წავიდა ის ნარატივი, რომ ესენი უბრალოდ რუსები არიან და მაგიტომ უნდა მიცეთ ხმა და ჩვენ ვართ პროევროპელები. მით უმეტეს საერთოდ არ მიექცა ყურადღება კონსერვატიულ ფლანგს. ჩვენ ვიცით, რომ ქართული მოსახლეობა ძალიან კონსერვატიულად არის განწყობილი და ანუ რატო არ მოხდა კონსერვატიულ ნარატივზე გადაწყობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც. ხო, იდეაში ეს არის საბოლოო ჯამში რის გამოც ოპოზიცია ესე წარუმატებლობას განიცდის. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოყოლებული წარუმატებელი სტრატეგია, რომ არასდროს ოპოზიციური სპექტრი არ საუბრობდა კონკრეტულ იდეებზე და არ ცდილობდა ამ იდეის გარშემო ადამიანების შემოკრებას, რაც ნდობას კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა ჯამბურ ოპოზიციური ხმების და ეს საბოლოო ჯამში გარდამტეხი იქნებოდა ცვლილებებისთვის და ყოველთვის აწყობილი იყო ოპოზიციური ნარატივი იმაზე, თუ ქართული ოცნება როგორი არასწორი ხალხია, როგორი ცუდები არიან, რაც სულაც არ გამორიცხავს ამას, რომ ეს ესეა, თუმცა არასდროს ოპოზიციას არ უცდია საკუთარ თავზე მეტი საუბარი. გირჩი იყო როგორც აღნიშნე ამ ხრივ გამონაკლისი, თუმცა ჩვენც რაღაც მომენტში ჩავთვალეთ, რომ ეხლა არის იმდენად კრიტიკული მდგომარეობა ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რომ იმდენად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, რომ ეხლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ კონკრეტულ იდეებზე დისკუსიები დავიწყოთ ადამიანებისთვის იმის ნახვაც თუ რა ხდება გეოპოლიტიკურად ჩვენ გარშემო და რომ ამხელა საფრთხე არსებობს რუსეთისგან, ეს იქნებოდა ასე რომ ვთქვათ ადამიანებისთვის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ისინი ქართული ოცნების წინააღმდეგ მიცემდნენ ხმას, რომ ჩვენ ადამიანებს უხსნით, რომ ქართული ოცნება ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს ზრდიდა რუსეთთან ლოიალისტური დამოკიდებულებით, მაგრამ შორის ანტიდასავლური რიტორიკით და ხო ეს იყო ჩემი არცარი სტრატეგია, რომ ჩვენ დავაკელით საუბარი იმაზე, ჩვენ რით ვიქნებოდით ქართული ოცნებისგან განსხვავებული, რომ გასაგები იყო, რომ თქვა არ მოგწონდა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ადამიანისთვის საქართველოში ხო პირველ რიგში მისთვის მნიშვნელოვანია მის ყოველდღიურ ცხოვრებას როგორ ეხება ცვლილება, ამის კარგად ნახვა, გააზრება და არა ის ზოგადად მისთვის ნაკლებად არის გადამწყვეტი, ესე რომ ვთქვათ, რომელი საგარეო აქტორის მხრიდან არის გავლენა ქვეყანაზე. ანუ და ხო ეს იყო ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც ჩვენი ამ გაყოფის მიზეზი, რომ ჩვენ თვლით, რომ ეს იყო წარუმატებელი სტრატეგია, ამიტომ ამ ქვეყანაში თუ კი რაიმე მოიტანს ცვლილებებს, არის პირველ რიგში ზოგადად ამ ერში გარკვევა მართლა რას ვეძახით დასავლეთს, რა არის ჩვენთვის ევროპელობა? ეს ევროპა და დასავლეთი ხო არ არის ჩვენი ქვეყნის თვითმიზანი, ხო? მაგალითად, ჩვენ მე ლიბერტარიანელ ადამიანისთვის ყველაზე ნაკლებად სასურველი ორგანიზაცია არის ევროკავშირი თავისი რეგულაციებით და ამხელა ბიუროკრატიული სტრუქტურით და ხო, ჩვენ უბრალოდ ვერ ავხსენით, რომ ეს იყო ჩვენი ინსტრუმენტი იმის, რომ ნორმალურ ქვეყანაში შეგვიძლიებოდა ცხოვრება და აი რას ვეძახით ამ ნორმალურ ქვეყანას? ამის გააზრება ამ ქვეყანაში არ ხდება. ქართული ოცნება არის პარტია, რომელიც შიშებით манипуლირებს ადამიანებზე და ამბობს, რომ მე ვარ ყველაზე კარგი დამლაგებელი რუსეთთან და ამ ომის საფრთხეს ყველაზე ეფექტურად მე დავაზღებ და ამის ხარჯზე ის აშანტაჟებს ქართულ მოსახლეობას, რომ ნუ თქვენ ახლა ნუ მომთხოვთ მე შიდა პოლიტიკური სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას, კარგ სასამართლოს, კორუფციის აღმოფხვრას ასე შემდეგ, იმას დასჯერდით, რომ აქ ომი არ არის. ზუსტად ეგ იყო და გაამართლა კიდევაც, ხო? აი ეს კითხვას დავსავრო. 12 წელია ზუსტად იგივეს ვაკეთებდით, რაც გავაკეთეთ ამ არჩევნების წინა პერიოდში.
და თუნდაც თქვენ კოალიციაში არავის არ გასჩენია ეგაზე რომ რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ ახლა ანუ ყოველთვის მესმოდა ის ნარატივი რომ ახლა დრო არ არის ახლა ამის დრო არ არის ახლა საუბარი არ გვინდა ჩვენ უნდა მოვიშოროთ ქოცები ჩვენ უნდა მოვიშოროთ დიქტატურა მაგრამ ეს არ ამართლებს უკვე 12 წელია და კიდე 4 წელი არ გაამართლებს როგორც უყურებ მე ცალკე ახლა ეს აქციებიც რო მიდის მუხტი მინელდა და ქოცები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და აი ამაზე დისკუსია მაინც არ მიდიოდა თავის დროზე პარტიაში კოალიციაში კი მიდიოდა უბრალოდ ზოგადად არა მხოლოდ კოალიციაში კოალიციაში ხა მე ზურასთან ყოველთვის ქონა ხოლმე ამ ყველაფერზე საუბრები რომ რაღაცა ჩემი აზრით ყოველთვის ქონდა ეს წუხილი რომ ხომ არ ვაკლებთ თუმცა თავარი რამაც ესე რომ თქვა უფრო მეტი თავდაჯერება მიცა მაშინ ოპოზიციას იყო 2023 წელს დაწყებული რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები შემდგომ რომელიც გვია 2024 წელსაც გაგრძელდა ამ რუსული კანონის მეორე შემოტანით და ოპოზიციას ქონდა განცდა რომ იმის გამო რომ ამდენი ადამიანი მაშინ ქუჩაში გამოვიდა მათ შორის ქართული ეცნიერების ბევრი მხარდამჭერი და გააპროტესტა რუსული კანონი ეს გახდებოდა ადამიანებისთვის საკმარისი მიზეზი რომ ქართული ეცნიერების წინააღმდეგ მიეცათ ხმა და ამიტომ რაღაცაირად აიკრძალა სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა. ანუ ჩავთვალეთ, რომ ეხლა ფოკუსი უნდა გასწორდეს იმაზე, რომ ესენი არიან რუსები და რუსულ ინტერესს ემსახურებიან. აი, რუსული კანონი კონკრეტული მტკიცებულება. მეტი რა გინდათ ხალხო, რომ თვალები აგეხილოთ, რომ ესენი არიან მოღალატეები. და ამ ლოგიკის ქვეშ აიკრძალა უკვე ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის თან ესეც ხო უცნაურია რომ 4-ად ვიყავით დაყოფილი და მის მიუხედავად ვამბობდით რომ ჩვენ ეგრეთ თუ გახსოვს ალბათ არ ვიცი ეგრეთ წოდებული ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება რო გაფორმდა ოპოზიციაში და თქვით რომ ერთმანეთის კრიტიკა უნდა იყოს აკრძალული და ერთმანეთთან კონკურენციაში არ უნდა შევიდეთ ამორჩეველს ამით ვაბნევდით, იმიტომ რომ მაშინ სვავდა კითხვას თუ კი თქვენ ერთმანეთის კრიტიკით არ ხართ დაკავებული, არ ხსნით თქვენ შორის განსხვავება, მე კრიტიკაში არ გულისხმობ არასდროს, რომ მაინც და მაინც დედა უნდა ეგინებინა ვინმესთვის, ამას არც ხელშეკრულება უშველეს თუ ეგრე არის განწყობილი ოპოზიციური სპექტრი და არც არაფერი. ისედაც დაუპულები ვარ თუ დედის გინება არის კრიტიკა რა. მაგრამ იმის გამო რომ ცალ-ცალკე ვიყავით და თან ერთმანეთს არ ვაკრიტიკებდით, მაშინ ცალკე რატო ხართ? ეს კითხვა იყო მოსახლეობისგან დასმული. ამაზე იყო ბუნდოვნება და ამ უკრიტიკობამ და ესე რომ ვთქვათ, ერთნაირად გაიგივებამ ჯამში ქართულ ოცნებას მისცა შესაძლებლობა რომ მაინც ყველა ერთ ქვაბში ჩავეყარეთ, ერთად მოვეხარშეთ, ეთქვა რომ ესენი არიან კოლექტიული ნაციონალური მოძრაობა. რასაც ასაბუთებდა იმით, რომ თითოეული მათგანი არის რევანშისტული პარტია. ეხლა შეიძლება სააკაშვილი არ არის თითოეული პარტიის ხელმძღვანელი, მაგრამ ყველა არის განწყობილი რევანშისტულად. ხო, ამიტომ ეს იყო არასწორი ჩემი აზრით, რომ ეს კრიტიკაზე უარი თქვა მდიადი მიზნის გამო, რომ ეხლა არის ეგზისტენციალური საფრთხე, ხალხს აქვს კონკრეტული მტკიცებულება რუსული კანონის სახით, რომ ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები და მოღალატეები და ეხლა რა დროს კრიტიკა არის, ერთმანეთის კრიტიკას დრო არ დაუთმოთ და კონცენტრირდეთ მთლიანად ხელისუფლებაზე. ხო, ოღონდ ხელისუფლებაზე კონცენტრირება არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ადამიანების დიდ ნაწილში ეს ხელისუფლება, ანუ ბიძინა ივანიშვილი უკეთეს ქვეყნის დამლაგებლად აღიქმებოდა მაინც, ვიდრე ის კოალიციის ლიდერები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი. აი მე პირადად არ გამიგია მაგალითად ვინმე ოპოზიციონერს ეთქვა რომ მე ომი არ მინდა. არც ის გამიგია რომ ეთქვას რომ მე მინდა ომი, მაგრამ ხო აბრალებდნენ ამას ქოცები. კი ბატონო. და აი თავს რატო არ იცავდით ამაში? ხო. ჩემი აზრი ასეთია რომ თავდაცვის პოზიციაში კიდევ ერთხელ არ უნდა და ოპოზიციას ჩადგომა და იყო ეს მიზეზი თუ არა? მანდ იყო მთავარი ამბავი რომ ზოგადად ეს რაღაცა პროპაგანდის ესე ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა სახელმძღვანელოების და გაიდლაინებით გათვალისწინებული რაღაც პროტოკოლი რომ როგორც კი შენ პროპაგანდისტულ ხაზზე აკეთებ პასუხის გაცემას, შენ აპრიორი უკვე იმ პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებ და ეს კიდევ უფრო მეტად იბეჭდება ადამიანების მეხსიერებაში და ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა უპასუხოთ მათ, ნებისმიერი პასუხი არის მათ წისქვილზე წყლის დასხმა და მათ შორის ხო რაღაცნაირად აიკრძალა მათ შორის ჩვენში ამ ნარატივზე პასუხის გაცემა და ვთქვით რომ იგნორი არის უკეთესი გამოსავალი ამის და სასაცილოდ აგდება, ხო გოგო, ჩვენ გვახსოვს ხო, აბა ომი გინდათ და ამაზე უღლიცინებდით, ხო, რა მათ შორის ოპოზიციური ბაბლი და მეც ამის აგრესია მოდიოდა. რომ აი ამას სერიოზულად არ უყურებდით.
ხო, კი და მაგრამ დავიბრმავით თვალები მაგ ნაწილში და მეც ჩემ წინ პასუხისგებლობას გსურვებ და მათ შორის ხო ეგეც თქვი რომ მეც ჩემი წინ ბოდიში მაქვს ამ ნაწილში მოსახდელი რომ უფრო აქტიურად არ უწევდი წინააღმდეგობას ესე პოზიციონირების მცდელობას ოპოზიციაში და თვალის დაბრმავებას საბოლოო ჯამში ომის ამ ეგრეთ წოდებულმა პროპაგანდამ მე მგონია რომ მნიშვნელოვნად გავლენა მოახდინა ქართული ოცნების ხმების მობილიზების პროცესში და ბევრი ადამიანის შიშზე ისე დაიხატა სურათი, რომ პასუხი მაინც ქონდა ქართულ ოცნებას, ბევრისთვის მცდარი პასუხი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ამაზე პასუხი გაცემული არ იყო. ხო, ანუ მე ცალკე იმასაც ვფიქრობ ომთან ერთად. ომის ნარატივი გააძლიერა იმან, რომ დასავლეთში არიან LGBT საზოგადოება და ჩვენთანაც ეგ უნდათ შემოიდანონ. თან იმათ ომი უნდათ. უნდათ რომ ომში ჩავებად. ამავდროულად ოპოზიციური სპექტრი ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთი. და ქოცის თვალში ეს გამოდის ასე, რომ მე მინდა გეები საქართველოში და მე მინდა ომი. ანუ რო ავაწყოთ ლოგიკურად, ეს ასე ესმით ქოცებს, ქართული ოცნების მხარდამჭერებს. და არც ის აგვიხსნია ჩვენ ოპოზიციურ მხარეს, რომ რა არის დასავლეთი და რატომ მინდა დასავლეთი. გეები კი არ მინდა, მე იქ მინდა მოწესრიგებული ეკონომიკა, მე მინდა ევროპული ბაზარი, მე მინდა კარგი ურთიერთობები მდიდარ ქვეყნებთან. ანუ რაღაცები მახსოვს, მაგრამ თავარი ეს არ ყოფილა, თავარი ნარატივი ოპოზიციის მხრიდან და ეს მაინც რატო არ გაკეთდა? მოდი ესე ვიტყვი, ავხსნი ქართული ოცნების ლოგიკას, ქართული ოცნებამ სად შეაძულა ესე ვთქვათ ოპოზიციის თავი ამორჩეველს. აი პირველი გახსოვს ხო ალბათ ის ტყუილი ქართული ოცნებისგან, რომ თითქოს შეერთებული შტატების ელჩი შეხვდა ივანიშვილს და მოთხოვა ქვეყნის ომში ჩართვა. და ამ ტყუილს მერე ივანიშვილი იყენებდა იმისთვის, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ევროკავშირი გთხოვდა, ეს ყველაფერი არ გაეტარებინა ამას და ამას ხსნიდა იმით, რომ მათ მოგთხოვეს ჩვენ ომში ჩართვა, ვინაიდან ჩვენ უთხარით მას უარი ომში ჩართვაზე, ამის შემდეგ დასავლეთმა გადაწყვიტა ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მათ გადაწყვიტეს, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი, შეეცვალათ ხელისუფლება და მერე ოპოზიციის საშუალებით, ხელისუფლებაში მოსული ოპოზიციის საშუალებით დაეწყოთ ომი. ეს იყო ქართული ოცნების მთავარი ნარატივი, რითაც ოპოზიცია დააკავშირეს როგორც ომის საფრთხესთან. მათ ადამიანებს დაუხატეს სურათი, რომლის მიხედვითაც თუ კი აქ ხელისუფლება შეიძლებოდა ვიღაც დაიწყებდა ომს და ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოიყენა იმაზე თავის ასარიდებლად, რომ აი ოპოზიციას მოყვანა რადგან უნდა დასავლეთ ხელისუფლებაში ომის დასაწყებად, ისინი გთხოვენ რაღაც ეგრეთ წოდებულ 9 პუნქტს, 12 პუნქტს და ეს 9-12 პუნქტი იმის გამო კი არ უნდათ მათ შევასრულოთ, რომ აქ მართლა დემოკრატია ადარდებთ. მათ უნდათ, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს და ამის საშუალებით ქართულ ოცნებამ თავი აირიდა ამ სასამართლო რეფორმაზე საუბრისგან, არჩევნების რეფორმაზე საუბრისგან და ეს იყო რაღაცნაირად ჩვენი შეცდომა, რომ არ შევასკდით ამ ნარატივს და არ უთხარით ხალხს გასაგებად, რომ სინამდვილეში თუ კი ვინმე ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნის, არის ისევ ქართული ოცნება, რომელიც შეიძლება რუსეთ პუტინი არ ურეკავს პირდაპირ, მაგრამ ამ პუნქტებს რო არ ასრულებს, სასამართლოს რეფორმას რო არ ატარებს, ეს არის უბრალოდ რუსული საქმე. და ეს არის დასავლური სინამდვილეში, რასაც ჩვენ დასავლეთს ვეძახით, რომ სასამართლო სისტემა გქონდეს, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი მე კიდე ის მაკლია. ქართულ ოპოზიციურ ტელევიზიებში ამაზე საუბარი, რომ ერთხელ ითქვა ეს და მაგის მერე აღარც მომისმენია. რომ ის არის ქოცებმა უარი თქვეს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე. ანუ ამის განვრცობა ხო არ მომხდარა. თალკე ანუ არავის აღარ ვლაპარაკია მაგის მერე. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე რა ნაწილს გულისხმობ? ანუ თეატროლოგიანი ხო გავიდა ევროსაბჭოში სიტყვით და შეწყვიტეს მათ ურთიერთობა. არ გამოუსწრუათ ევროსაბჭოდან, მაგრამ არც მაგას გამოურიცხა, რომ ახლო მომავალში გამოვიდეთ, იმიტომ რომ რუსეთმაც ეგრე გააკეთა თავის დროზე. ჩემი აზრით ეს იმიტომ გააკეთეს, რომ აქეთ ელოდებოდნენ თავდასხმას ევროსაბჭოსგან და რაღაც შეზღუდვებს, მაგრამ რატო არ მიდის ამაზე საუბარი თალკე? იმიტომ რომ სერიოზული თემაა. ევროსაბჭოში ჩვენ რო შევსულიყავით, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა მაგისთვის და ჩვენნებით გამოვდივართ ფაქტობრივად. ხო, ამას იდეაში ეს ოპოზიციის ინიციატივა უფრო იყო, რომ პასიდან გაერიცხათ ქართული ოცნება იმის გამო, რომ აქ არ არის შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები და ეხლა ოპოზიციის სტრატეგიად არის დასახული, რომ ჩვენ თუ ხელს შეუწყობთ ქართული ოცნების იზოლაციას დასავლეთისგან, ეს ქართულ საზოგადოებაში გამოიწვევს მეტ აღშფოთებას და ეს შესაძლოა დაგვეხმაროს ცვლილებისთვის.
თუმცა როცა ამისი რაღაც გამოყენება ხო შეიძლებოდა. ანუ ქართული ოცნება თუ პროპაგანდად იყენებს იმასაც არ მომხდარა. რაც მოხდა, ჩვენ არ ვთქვათ, რომ ეს ანუ ოპოზიციამ გააკეთა პირდაპირ, მაგრამ შენ შეგიძლია თქვა ის, რომ აი დასავლეთ შორდებით ასე. ჩვენ იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუციიდან, რასაც ქვია ევროსაბჭო, ფაქტობრივად გამოვედით. კი, ხო, ანუ ეს საბოლოო ჯამში ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ოცნების ბრალეულობა არის, ხა, მათ შორის ის რომ ოპოზიცია ამას აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ქართული ოცნება დასავლეთ ისედაც შორდება, ისედაც მივალთ ამ წერტილამდე და ხო ეს ყველაფერი დავაჩქაროთ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ეს ყველაფერი გადავტეხოთ. თუმცა აქაც სიმცდარე ამ ოპოზიციურ ნარატივს იქ აქვს, რომ შენ როცა ამ ნაბიჯებს დგავ და ამ რადიკალიზაციაზე მედიხარო, ესე რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებას ცეცხლს უნთებ იმ კუთხით, რომ თვითონ მე დასწრების პოზიციაში იყოს, რომ აი თვითონ გამოდიან და სხვები კი არ აგდებენ. აი ჩვენ გვახსოვს ხო, ევროკავშირმა გარკვეული დაფინანსების შეჩერებას რო აპირებდა ქართული ოცნებისთვის და იქაც დაასწრეს, რომ აი ჩვენ ვამბობთ უარსმაო და აღარ გვინდა ევროკავშირის დაფინანსება, იცოდნენ რომ ევროკავშირი ამას ისედაც აპირებდა. ამას უნდა მოყვეს სინამდვილეში ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ თუ ერთი მხრივ საგარეო ფრონტზე ესეთ რაღაცებს ვაკეთებთ და ეგრეთ წოდებულად ქვეყანას იზოლაციაში ქვეყანას უბიძგებთ იმის გამო რომ ამან აქ დააჩქაროს ცვლილება, მაშინ ამას უნდა მოყვებოდეს შიდა პოლიტიკური გარდატეხაც, ხო? აქაც უნდა ხდებოდეს ადგილზე მუშაობა, ამორჩევლის უფრო მეტი მობილიზება, ხალხთან საუბარი ნდობის აღდგენა, რომ მათ შორის ქუჩის საშუალებით ამ საგარეო წნეხს ზურგს უმაგრებდეს შიდა წნეხი. და ეხლა ვარ ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში ამ კუთხით, რომ ერთი მხრივ ქვეყანა არის იზოლაციის გზასდამდგარი და მეორე მხრივ ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ესეთი რეალური კარტი არ გვიჭირავს რა და ეს კიდევ უფრო მეტად ამწოვებს სიტუაციას ეხლა შეიძლება იკითხე რომ ამაზე რატო არ ხდება მეტი აპელირება არ ვიცი ეხლა მაინც თუ კი რაიმეზე დღეს ოპოზიცია საუბრობს ეს ნაწილი არის რომ ჩვენ რო დასავლეთ ჩორდებით და რომ იზოლაცია უფრო მეტად იზრდება ამაზე მედის საუბარი უბრალოდ ეს არ არის საკმარისი მე უფრო ამ ნაწილში მაქვს კრიტიკა კარგი, მოდი გვეყოს ეს რატომ კითხვები ძალიან ისე გამოდის უკვე და გადავიდეთ სალომე ზურაბიშვილზე. აი, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის? აი, რა როლი უჭირავს? თამარ მეფეური. აი, როგორც გუგასაიკიძე იყო. მოდი ახლა ჩემ იდეების განვითარებას მოვყვები. სალომე ზურაბიშვილი არ მომწონდა იმ დღიდან, რაც პრეზიდენტად დაინიშნა. დაში მანამდე ის რო იყო კამპანია მე მახსოვს მაგის ინტერვიუ აუსში რო იყო და ლეკვირო ყავდა თან წაყვანილი და რომ ამბობდა მე სასახლე არ მინდაო და ფეხით ფიბლი პარლამენტშიო აქედანო ახლოს ცხოვრობ მაინც აი მაგიდან რაღაცნაირად აღარ მომწონდა აი სუპენტელობა დავინახე მაგიდან მაგის მერე უკვე გადმოვიდა ოპოზიციურ მხარეს დაიწყო ოპოზიციონერობა ასე რომ ვთქვათ რის მე არ მჯერა პირდაპირ ვიტყვი სალომე ზურაბიშვილს არ ვენდობი მაგრამ საბოლოო ჯამში აქციებმა ესეთი ის მიიღო სახე, რომ რაღაც ის იმედი გამიჩნდა და მოდი ხა იყოს სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, მე პრობლემა არ მაქვს. თუ რაღაცას მივახცევთ იყოს. მაგრამ ამან ცალკე გამოიწვია ის, რომ აქცია ისე მინელდა, გამოდიოდა ზურაბიშვილი რაღაც სიტყოდა, გაქრებოდა ერთი კვირა, მერე გამოჩნდებოდა ისევ რაღაც სიტყოდა, მერე ისევ ქრებოდა. ანუ სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაამართლა ან არ გაამართლა. და აი ახლა შენი აზრი მაინტერესებს იმაზე რა ის გაკეთება შეიძლება სალომე ზურაბიშვილს და რა როლი უჭირავს დღეს? ხო, ჩემი არის სალომე ზურაბიშვილს რის გაკეთებაც შეეძლო, მან ეს ფუნქცია შეასრულა, როცა იყო პრეზიდენტი და ის რაღაცნაირად ქართული მოსახლეობის სახელით საუბრობდა დასავლეთთან, ხდებოდა დასავლელ პარტნიორებს. თუმცა მე არასწორი მგონია ზოგადად ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული რაღაც ლიდერი დაინახა და რაღაცნაირად მოხდა ისე რომ პასუხისგებლობა ლიდერობაზე ბუნებრივად დავაკისრეთ სალომე ზურაბიშვილს და თავს ვიტყუეთ და ვეძახით ლეგიტიმურ პრეზიდენტს. მე იმის თქმა კი არ მინდა რომ ყაველაშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. არა, ჩემი აზრით არჩევნების არ ჩატარებულა არანაირი და პრეზიდენტი ამ დროს ჩვენ არ გვყავს. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ ან ყაველაშვილია პრეზიდენტი ან ზურაბიშვილია პრეზიდენტი. ზურაბიშვილს ვადა აქვს გასული. ზურაბიშვილის რამე ფუნქცია თუ შეიძლება კონდეს არის ის, რომ ამ ქვეყანას საგარეო ურთიერთობების კუთხით, ანუ ქართველი ხალხის ხმას, ვინც მას ენდობა და პროტესტი ამ კუთხით დობას თუ უცხადებს, იყოს ესე რომ ვთქვათ, ამბის გამტანი თუ შუამავალი და აი ამ ნაწილში მას თავისი როლი შეიძლება კონდეს. და ამიტომ მე სალომე ზურაბიშვილზე არც არასდროს არ მქონია ეს
წინასწარი განწყობა, რომ მან შეიძლება ამ ქვეყანაში რაღაც ფუნდამენტური გარდატეხები მოიტანოს, მათ შორის ამ უნდობლობის გამო და იმის გამო, რომ ხედავ ზოგადად ეს პერსონა როგორ მოვიდა აქამდე, როგორ გახდა პრეზიდენტი, რომ რაღაც თავის დროზე საქართველოს ომის დაწყებას აბრალებდა, მერე იყო რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ კი ამ ქვეყანაში არჩევნები მართლა მნიშვნელოვნად ესე რომ ვთქვათ ხარისხობრივად გაყალბებული ეს იყო ამ 2024 წლამდე 2018 წლის მეორე ტური. სადაც გაყალბების ამ რასაც ჩვენ გაყალბებას ვეძახით ამ ქვეყანაში, ეს იყო ყველაზე კრიტიკული და გვახსოვს ხო ჩვენ რაღაც 1.200.000-მდე ხმა დაიწერა მაშინ ქართულ მოოცნებამ და ვიცი ჩვენ სალომე ზურაბიშვილი როგორ არის არჩეული პრეზიდენტად, რომ ივანიშვილი ურეკავდა ხალხს და ესე არის ეს ქალი პრეზიდენტად გამხდარი. და ამის შემდეგ მან როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე და მე ხშირად ვსაუბრობ ამაზე, რომ თუ კი ამ ოპოზიციას უნდა დობის აღდგენა საზოგადოებასთან, მან უნდა დაიწყოს შეცდომებზე საუბრით, მათ შორის შეცდომებში გულისხმება ის, რომ ვინც წარსულში გარკვეული შეცდომების ნაწილი იყო, მან დაიწყოს აღიარება იმის, რა ეშლებოდა, რას აკეთებდა არასწორად, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში. სალომე ზურაბიშვილის ხო ეს კათარზისი არ გაუვლია, არ უსაუბრია იმაზე, ომში რატო ადანაშაულებდა ამ ქვეყანას, რომ ჩვენ დავიწყეთ თითქოს ჩვენ ტერიტორიაზე. ან ივანიშვილს რატო ედგა მაშინ გვერდით, ან არჩევნების გაყალბების ის სისტემა, რომელიც 2024 წელს გამოიყენა ახლა ქართულ მოოცნებამ, სალომე ზურაბიშვილიზე კარგად ხო არავინ არ იცის. ან ესეც თქვას, რომ თვითონ არაფერი არ იცოდა და მით უარეს ჩემი აზრით, ეგ თუ არ იცოდა როგორ არ იცის. ანუ მაგ თემაში მე მაგათი აქტივობაც ძალიან დამაყრდა, რომ ანუ შიდა სამზარეულო ხოცების რომ გამოიტანოთ გარეთ. მე ძალიან დამაგრდა მაგათგან. ხო და მაგის გამო შენ შეუძლებელია რომ ამ საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინო, როცა ესე ნახევარ სიმართლეებს ლაპარაკობ და ადამიანებში ნდობას ვერ აღძრავ. თუმცა სალომე ზურაბიშვილს რო თავი დავანებო, აქ უფრო დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის ის ოპოზიცია როგორ მოიქცა 28 ნოემბრის შემდეგ, როცა მათ პასუხისგებლობა თვითონ შეტენეს ესე რომ ვთქვათ სალომე ზურაბიშვილს და ამ ნაწილში მე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკით არ ვარ მხოლოდ დაკავებული. წინააღმდეგი იყო სალომე ამისი? სალომე წინააღმდეგი არ იყო, უბრალოდ ეხა სალომე ზურაბიშვილის აწყობდა ესეთი მოცემულობა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად დავხატეთ და ადამიანი დადის და ეხაც გაიძახს რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია, იმიტომ რომ ჩვენ ვაგიჟებთ ამ ნაწილში ამ ადამიანს რა. ხო და ოპოზიციის პრობლემა ესაა, რომ ოპოზიციამ ამდენი მილიონები ხარჯა ამ არჩევნებზე, მანამდე 1000 კამპანიები ვატარეთ, ამდენი კოალიცია გაკეთდა, ამდენი გაერთიანება შეიკრა და იარეს და 28 ნოემბრის შემდეგ ერთადერთ ლიდერად, პოლიტიკურ ლიდერად, ვინც ხალხს წარმოადგენდა, ქართული ოცნების დანიშნული პრეზიდენტი მოძებნეთ. ეს ხო სიგიჟე არის? ანუ ეს ხო მარტო სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არ არის, ეს არის აქთა ფლანგის პრობლემაც და მე რასაც ვსაუბრობ არის, რომ სალომე ზურაბიშვილით და ამ ოპოზიციით ჯამში რომ ეს ყველაფერი გავაერთიანოთ, არ გამოვა არაფერი. კაი ხანია მაგას მივხვდი მე. ხო და ახლა მოდი ვისაუბროთ იმაზე, პირველ რიგში ზურა რატო არ გამოგყვეთ თქვენ? და რა იყო აი ეს ტრიგერი საბოლოოდ რომ ზურას გამოიყვეთ, როგორც შენი საუბრიდან ჩანს დღემდე დიდ პატივს ცემ ზურას და რატო დაიშალეთ, რატო არ წამოვიდა ის და თქვენ რა იდეა არ მოგწონდათ კონკრეტულად ამ კოალიციაში? ხო ზოგადად ჩემი თავარი ასე რომ ვთქვათ ესე გადაწყვეტილების მიღების ფაქტორი იყო უკვე არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა მე არჩევნებამდე მქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაცას რიგზე ვერ ვაკეთებდით, მაინც ვენდი ამ ნაწილში უფროსებს და მაშინ ჩავთვალე, რომ მეთქი იქნებ მე არ მისმის რაღაც საკმარისად და იქნებ მე ვაზვიადებ შეფასებას პოლიტიკური პროცესის, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგმა მე დამარწმუნა იმაში, რომ ის გზა, რომელსაც ადგა ოპოზიცია და დღემდე ადგას ეს არნაირ ტაძრამდე არ მიდის და მე მქონდა ჩემი შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, თქვათ ოპოზიციას რა უნდა გაეკეთებინა იმ ნაწილში, რომ ეს სტატუს-კვო შეცვლილიყო ოპოზიციის შიგნით და რაღაცა სიახლე შეეთავაზებინა ადამიანებისთვის არჩევნების შემდგომ პერიოდში. მქონდა მე ზურასთან ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ მე მოხდა 28 ნოემბრის ამბავი და იყო, რა ვიცი, ადამიანების დაჭერები, რეპრესიები და არ იყო ისეთ სიტუაცია, სადაც ესე ვინმეს ეცლებოდა ესე რომ ვთქვათ ამ ყველაფერზე დეტალური ანალიზისთვის და მაშინაც მაინც მქონდა იმედი იმის, რომ
ზურასთვისაც ნათელი გახდებოდა, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი სწორ გზას არ ადგა იმის გათვალისწინებით მათ შორის, რომ ამ აქციების პერიოდში ერთ პოლიტიკოსაც კი არ აღმოაჩნდა იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ აქციას დალაპარაკებოდა და აქცია ის წარმოედგინა საპროტესტო მოძრაობას როგორც პროცესის წარმომადგენელი, ხო რა, სალომე ზურაბიშვილის იმედად რომ დაურჩით მართლა. და მქონდა მოლოდინი გარკვეულწილად, რომ ზურა რაღაც მომენტში, მოკლედ ჩემს გავსად ხელს ჩაიქნევდა ამ პოლიტიკურ სპექტრზე და ჩვენ ვიტყოდით, რომ თუ კი ერთად არ გამოდის ეს ყველაფერი. თან ზურა არის ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში გამოსავლად სახავდა ერთ დიდ გაერთიანებას და მათ შორის ამ ნაწილშიც ქონდა მოლოდინი, რომ წლებია რომ ეს ყველაფერი არ გამოდის და ეხა როცა ესეთი კრიტიკული მომენტია და კიდე არ უნდა ამ ხალხს ერთად დადგომა. მე საერთოდ გონია, რომ ეს ოპოზიცია ერთად დადგება თუ ცალ-ცალკე ბანკნოტები არიან და 0-0-თან რო დააჯამო ეს მოცემულობას არ ცვლის, მაგრამ ესეც კი რომ არ ხდებოდა და ზურას ეს მოლოდინი არანაირად ამის წინაპირობა რო არ არსებობდა, რომ ვინმე შეიძლება გაერთიანებულიყო, ეს მაინც გახდებოდა ფაქტორი საბოლოოდ, რომ ზურას ეთქვა, რომ კი ბატონო, ეს ყველაფერი არ გამოდის და მოდი იქნებ ცალკე მაინც ვცადოთ გაზრდა, როგორც, რა ვიცი, გირჩი შექმნიდან 3 წელიწადში ალბათ უკვე 60,000-მდე ადამიანი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ხო? ამიტომ მე ჩავთვალე, რომ თუ თქვა ერთად არ გამოდის, იქნებ ცალკე მაინც შეძლოთ რამის ფიქრება, რაც ადამიანებში იმედის მარცვალს გააჩენს. მაგრამ ზურა უფრო მეტად ისე კრიტიკულად აღიქვამს ამ სურათს და თulis, რომ არანაირ ცალკე გასვლას და ესე რამის მცდელობას აზრი არ აქვს, თუ კი რამე ამ ქვეყანას უშველის არის ისევ ამ ოპოზიციურ სპექტრში ისევ იმის მცდელობა, რომ იქნებ ეს ხალხი ისევ ერთად დასვას და ერთი დიდი ერთობა გააკეთონ. ხო, ამ ნაწილში მე დავკარგე იმის რწმენა, რომ ზურას შეიძლებოდა რაღაც ახლისკენ ისევ ნაბიჯი გადაედგა. გაერთიანებაზე არც კი ფიქრიათ? არა. მე როცა დავწერე, რომ გირჩიდან წარმოვედი ამაში, ორივე გირჩს გულისხმობთ იაში რა. მაინც რატო არ მოგწონთ ერთმანეთი ასე ძალიან? ანუ იდეოლოგია ერთი გაქვთ, სახელი ერთი გაქვთ, რავი, დიდად არაფრით არ განსხვავდებით, თითქმის და რა არის განსხვავება? აი ეს აშკარად შიდა სამზარეულოს უკავშირდება, ხო? რაც გარეთ არ თავარი განსხვავება ეტყვი რა, მე რაც დავწერე მათ შორის არ ვიცი ის პოსტი წაიკითხე თუ არა, მე როცა დავტოვე პარტია ხა 2 დღის წინ მე მთავარ პრობლემად ოპოზიციურ სპექტრში და ზოგადად იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკური სივრცე არის ესე დაბინძურებული, ვასახელებ ნდობის არარსებობას, რომ პოლიტიკოსები საკმარის გულსფერობას არ ასხივებენ მოქალაქეებთან და ეს ნდობის კრიზისი არსებობს და თუ კი თქვათ მე ვინმესთან ეხა აღარ მინდა ურთიერთობის გაგრძელება, ნუ ზურა არ არის ეს ადამიანი, მე ზურას ვენდობი და მის გულსფერობაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ გქონია, რომ ის შეცდომას უშვებს იმ ნაწილში, რომ მას კიდევ აქვს იმედი ამ ოპოზიციის გამოსწორების. ან რაიმე ფორმით ამ ოპოზიციის ჭკუაზე მოსვლის. უბრალოდ მე არ მაქვს ნდობა არც ერთ დღევანდელ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც ამ პოლიტიკურ ბაზარზე არსებობს და ეს არ არის მაგალითად მაინც და მაინც ნაციონალური მოძრაობა. არა, არც ერთი. და ბევრი იმედგაცრუება მახსოვს ამ პოლიტიკური მოთამაშეებისგან და რა ვიცი, მე მახსოვს, რომ მე როცა ვიდექი თქვათ რობოკოპები როცა ასკდებოდნენ მოქალაქეებს და იქ წინა ხაზში გავიხედებოდი გვერდით, იქ მე პოლიტიკოსებს ვერ ხედავდი და ისევ ზურა და თუ დაინახავდეს ხელიყავით მოდიოდა. ჩემი მეგობრები ვიყავით იქ, ვინც ამ ხალხს წინ ეღობებოდა და ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ხა. შენ რომ რამდენიც არ უნდა რამდენიც მართალი არ უნდა იყო თქვათ იმ ნაწილში, რომ მხოლოდ ხალხი ქუჩაში ესე ამ ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეცვლის, არა, იქ როცა შენი მოქალაქეები თუ შენი ამორჩევლები შუა ქუჩაში არიან გასული და რობოკოპებს შიშველი ხელებით ებრძვიან და შენ პოლიტიკოსობას და ამ ხალხის წარმომადგენლობაზე აცხადებ პრეტენზიას, მე მგონია, რომ იქ უნდა იდგე და იბრძოდე და შენ ვინც ახსენე, ეხლა მე იმ პარტიის დამოკიდებულია მახსოვს მაგალითად ამ მომენტში, რომ რაღაცა როგორც სეირს ისე უყურებენ და ამ ადამიანებს ვინც იქ იბრძოდა იმ ხალხს ძალიან ზერელეთ და აგდებული დამოკიდებულებით მიმართავდნენ და ეგ ჩემთვის ნდობასთან იმიტომ ხო ანუ ასოცირებულია. იაგოსგან ის აზრი დავინახე, რომ ანუ რო გადიხარ რაღაც იდეა უნდა გქონდეს. პირველ რიგში პოლიტიკოსები არ უნდათ აქციაზე. რო არ გადიან თქვა პოლიტიკოსებს ვერ დააბრალებ მაგას, იმიტომ რომ ხალხს არ უნდა იქ პოლიტიკოსების ნახო. ხო ეგრე. ცალკე ეს ხალხს იმიტომ ამტყუნებდა იაგო, ჩემი აზრით.
რომ შენ თუ არ გინდა პოლიტიკოსი გვერდზე, მაშინ არჩევნებს რომ მოიგებენ, მთავრობაში უნდა ყავდნენ ესენი. და რა აზრს ატარებს შენი აქციაზე გასვლა, რა სებრძვი ან ვის? ხალხს არაზრს არ უთქვამს, რომ ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა გვერდზე. ხალხის ეს ხალხიც ისეთი ძალიან კოლექტივი ნათქვამია, მაგრამ მაგალითად იმ აქციაზე იაგო სამორჩეველიც ბევრი იდგა. და იაგო სამორჩეველიც გაილახა და აწამეს ხარებას ხალხმა იმ აქციაზე. იყო ეგრე. მაგრამ აი საბოლოო ჯამში ანუ იმის თქვა მინდა რომ შენ თუ რამე გინდა რეალურად ამ ქვეყანაში ცვლილებები მოახდინო, მხოლოდ თითის გაშვერა იმაზე სხვები რაც უდები არიან და როგორ არასწორად იქცევა ოპოზიცია და მათ შორის აი ხალხშია პრობლემა, თუ ამ ხალხში არის პრობლემა და ამ ხალხის იმედი არ აქვს, მაშინ საერთოდ პოლიტიკაში რატო ხარ, ხო? ანუ აი შენ დაანებო თავი და უბრალოდ ხალხის ლანძღვაგინებით დაკავდე თუ ეს არის პოლიტიკა. ხალხის ინფლუენსი ასე რომ ვთქვათ, ანუ. კი, მაშინ ხო და ეს არის რომ მაშინ უნდა მოინდომო და იმ ხალხს აუხსნა რა არის შენთვის და შენ შეთავაზო სწორი გამოსავალი. იმ ხალხის ბრაზი და პროტესტი ხო სამართლიანია დღემდე ვინც ქუჩაშია. 28 ნოემბერს კობახიძე გამოვიდა და ამ ქვეყნის თავარი პოლიტიკური მიღწევა რომ ჩვენ რაღაც დასავლურ ორბიტაზე შევდექით, ეს გადაგვახია ხო თავზე. და ამაზე პასუხი რა არის, რომ თქვენ არ გესმით ეხლა რა არის გასაკეთებელი და აბა კარგად იყავით, დაგელოდებით, როდის დაიშლებით და მე ჩემთან მოხვალთ იმაზე ესე რა ქვია მოსანანიებლად რომ აი ჩვენ ვწდებოდით და ეხლა გითხარი გამოსავალი. შენ ხომ უნდა იცოდო რომ ამ ხალხის დამხმარე იყო იმ პროცესში. ცალკე იმანაც ხო გამოიწვია რომ ქირჩი გარიყული იყო ყოველთვის ყველა პარტიისგან. ხო, მაგრამ პარტიების აქცია ეს არ ყოფილა, ხო ხვდები, ანუ ეს არც ერთ პარტიას 28 ნოემბრის მერე ხალხი ქუჩაში არ გამოუყვანია. აქ პარტიული ხალხი კი არ იყო გამოსული, ვინც მათ შორის არჩევნებზე მივიდა. აქ ქართული ოცნების, ანუ 28 ნოემბრის მერე ბევრი ქართული ოცნების ხარდამჭერი ქართული ოცნების წინააღმდეგ პროტესტზე გამოდიოდა, ხვდები? ანუ ამ პროტესტმა საშუალება გააჩინა სწორედ პოლიტიკურ ბაზარზე, რომ თუ კი ვინეს პოლიტიკოსობაზე ქონდა პრეტენზია, ამ ხალხის დაკვეთაზე ეპასუხა და გამختارიყო მათ წამორჩეველი. ანუ 28 ნოემბერს პოლიტიკური ველი მთლიანად ამოტრიალდა, ანუ განულდა ის საარჩევნო შედეგები და ხელახლა მიეცა ოპოზიციას მოქალაქეებთან საკუთარი თავის წარმოდგენა და იმის ჩვენება, რომ ის არის გამოსავალი ამ პროცესში და ესა გვერდიდან ყურება და ლანძღვა ხალხისაც, პოლიტიკოსებისაც, მედიისაც, რა ვიცი, ძალიან მარტივია და მე ჩემი თვითმიზანი, მე მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული ვარ თითოეულის მიმართ, ხო, ჩემი თვითმიზანი არ არის, რომ მე პოლიტიკური ქულები და პოლიტიკური კაპიტალი მხოლოდ სხვების კრიტიკით მოვიპოვო. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ოპოზიციამ რაც მიაღწია უპასუხე რა. არა ეს. ხო, ჩემი აზრით, რამაც უბრალოდ რასაც მიაღწია ოპოზიციამ, ერთადერთი არის ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმები წაართვა. თუ დავაკვირდებით ხმების განაწილებას, ნაცებს როდესაც ქონდათ 25-დან 30%-მდე, ფაქტიურად გადააწილდა, გახარიას ხმები, საიდან მოვიდა, მაგას ვერ ხვდებით, ჩემი აზრით, ქოცებს წაართვეს და ქოცებმა კიდე საიდან დაიმატეს ის იმდენი ხმა, ძალიან საეჭვოა. პრაქტიკულად იმის ეჭვს პადებს, რომ გაყალბდა ყველა ვარიანტში. მე ზურასთან მქონდა საუბარი ამაზე რა, რომ ქოცებზე რატო არ მუშაობთ უშუალოდ? იმიტომ რომ მე მგონია რომ ქოცი რო გადმოიბირო, შენ რაღაც კონსერვატიული უნდა დაანახო ყველა ვარიანტში. ეს გაწყობს, არ გაწყობს, შენი იდეა არ არის შენი იდეა, აუცილებელია საქართველოში ეს. და მართლა ახლა იდეალისტურად ვერ შევხედავთ იმას, რომ მე არ მჯერა კონსერვატიზმის და არაფერს არ ვიტყვი ამაზე. და ზურამ მითხრა ასეთი რაღაცა, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ქოსთან ლაპარაკს, ვერ გადმოიბირებ მაგასო რა. და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა და ეს დიდად არ მომწონს მე. აი კონსერვატიზმზე ზოგადად და კონსერვატიზმის ინტეგრაციაზე, პარტიულ იდეოლოგიებში რა აზრის ხარ შენ თვითონ? ხო, ჩემი აზრით, ну, ზოგადად გონია რომ არჩევნების საკითხსაც შეეხება, ხა ბევრი რაღაც თქვი და მინდა რამის პასუხის გაცემა, კონსერვატიზმის საკითხს რაც შეეხება, კონსერვატიზმი ეს თითქოს რაღაც საშუალო სტატისტიკური ქართველის ყურში ისე ხვდება, რომ ეს არის ასოცირდება მის ეროვნულობასთან და კონსერვატიზმი მისთვის უტოლდება რაღაცა ტრადიციების დაცვას, ეროვნულობის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციებში რასაც თulis, ეს შეიძლება იყოს გაუკუღმართებული ტრადიციები, ეს შეიძლება იყოს საბჭოთა ტრადიციები და ჩვენი პრობლემა ამ საზოგადოების უბრალოდ არის ის, რომ კონსერვატიზმს
ანუ ვაკონსერვებთ რეალურად საბჭოთა წარსულს და იმის უკან არ გვინდება ხოლმე გადახვევა რა, მაგალითად მე იმ გაგებით კონსერვატული შეხედულებების ვარ, რა გაგებითაც ილია ჭავჭავაძე იყო აქტორი, ხო, ქართულ პოლიტიკაში და ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ქართველებისთვის და ზოგადად პოლიტიკოსებისგან იმის ჩვენება, რომ შეიძლება გეცვას ჩოხა და საუბრობდე კლასიკურ ლიბერალიზმზე და ეს არ არის შეუთავსებელი ერთმანეთთან. რეალურად კლასიკური ლიბერალიზმი სადაც დაიბადა. იქ ხო რელიგიას დიდ როლს თამაშობდა და ლიბერალიზმის ჩამოყალიბებაში თვითონ ქრისტიანულმა მორალმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ამავდროულად ლიბერალიზმი ნაციონალიზმის გარეშე ხო არ არსებობს. ოღონდ ეს მინმეს არ არიოს ნაციზმში ზოგადად ან ფაშიზმში. ნაციონალიზმი მე ვიდეოს გადავიღე ნაციონალიზმის სხვადასხვა ასპექტები და სხვადასხვა შეხედულებები ნაციონალიზმზე, მაგრამ ეს კონკრეტული დიდი ალბათობით უფრო მოდერნისტული ნაციონალიზმი უნდა გავაღვიოთ საქართველოში, იმიტომ რომ ქართველობის შეგრძნება დღეს აღარ არსებობს. დღეს ადამიანს ქართველი გონია თავი მარტო მაშინ, როდესაც გვინდოს სვამს. დაახლოებით ეგეთი რაღაცა. არადა ქართველობა არის კულტურა, უდიდესი ისტორია და მე ხშირად ვფიქრობ იმასაც, რომ აი ეს ისტორია ზუსტად რაც გვაბრკოლებს. იმიტომ რომ ჩვენ ამ ისტორიის გამო ჩვენ თავი რაღაცა გვგონია. და იმას ვერ ვაანალიზებთ, რომ აღარ ვარ ჩვენ ის მე-12 საუკუნის დროინდელი საქართველო. რაც ერთხელ ვიყავით ისტორიაში და მაგის მერე თითქმის აღარ განმეორებულა. აი ამ კონსერვატიზმზე და ნაციონალიზმზე ძალიან დიდი მედებს ვამყარებ მე. კი, გეთანხმები, რომ ზოგადად აი თუნდაც არის ხოლმე ხო ხშირად რა არის ქართველობაზე როცა მიდის ხოლმე საუბარი, მე მაქვს ეგ ამბიცია, რომ მათ შორის ერთ-ერთი წყალგამყოფი ჩვენს ზურას პოზიციებს შორის და ამაზე ბევრი გვიკამათია იყო, რომ მე მჯერა რომ შემიძლია ნებისმიერი ქართველის გონებამდე მივიდე და მასთან რაღაც საერთო ენა ვიპოვო, ну თუ ის ეხა რაღაცა ინტერესებს მართლა აგენტი არ არის და რაღაცა ხელფასარეგებს ამ ქვეყნის მტრობაში, მე მაგის რწმენა მაქვს და ზოგადად საუბრის რწმენა მაქვს, მათ შორის გირჩი როცა მოვედი, ჩემი პოლიტიკური мотиваცია მაშინ ეს იყო, რომ ნებისმიერ ადამიანამდე მესაუბრა და მაშინ რაღაც იდეა გამოღვიებინა და იდეისთვის მებრძოლა და ის რომ ვინმესთან ლაპარაკს აზრი არ აქვს მე ამის არაზროს არ მჯეროდა და მათ შორის ქართული უბრალოდ ჩემი მიზანი არ არის რომ ეხლა მაგ და მაინც წავედა ქართული ეცნიერების ხარდამჭერები რომლები ხარ თქვენ უნდა გელაპარაკო არა მე მინდა რომ ყველას ველაპარაკო ამ ქვეყანაში და ჯერა იმის რომ ქართული ეცნიერების ხარდამჭერებსაც აქვთ თავიანთი მორალური სიმართლეები ამ ოპოზიციის ხელში რომელიც ეხლა არსებობს და მათთან მიმართებით ამ კითხვებზე პასუხი არის დამაჯერებლად გასაცემი ხა არსებობს ხო საფრთხეები მის გონებაში იგივე ირაკლი რუხაძის ინტერვიუ გახსოვს ალბათ რადიო თავისუფლებაზე ის ინტერვიუ რასაც ირაკლი რუხაძე იქ ლაპარაკობდა არის სტანდარტული ქოცის გადმოსახედი რომელსაც ირაკლი რუხაძე ძალიან კარგად იყენებს მისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და იქ კონკრეტულად სამი მნიშვნელოვანი წუხილი გამოჩნდა ქართული ეცნიერების ხარდამჭერის რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ქართული ეცნიერების სამორჩეველის ქცევის ანალიზი იყო დადებული, რა მოტივებით მოძრაობს ქართული ეცნიერების სამორჩეველი და მათ შორის ამ კვლევაში და რასაც ირაკლი რუხაძე ასახელებდა, იქ იყო სამი მნიშვნელოვანი შიში, რომელიც ქართული ეცნიერების ხარდამჭერს გააჩნია. ეს არის პირველი ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შიში და ამ შიშში გულისხმება საფრთხე რევანშიზმის და იმის რომ თუ კი აქ ხელისუფლება შეიცვლება ქართული ეცნიერების ხარდამჭერი თუ არ მე დედას მიტირებენ და ამ ქვეყანაში მომავალი არ მაქვს მეორე ეს არის ომის შიში რომ თუ კი ხელისუფლება შეიცვლება არავინ არ არის ამ ქვეყანაში ვინც ჩვენი უსაფრთხოების უკეთეს გარანტიებს შემოგთავაზებს ვიდრე ივანიშვილი და მესამე არის ეს ეროვნულობის დაკარგვის შიში. ეს ზუსტად დაკითხვასაც ეხლა შენს ვამდი, რომ ეს კონსერვატული ხედვები ქართულ ოცნებამ თავის თავზე მოირგო, რომ რაღაცა ქალი-ქალია და კაცი-კაცია, დედა-დედა თუ მამა-მამა თუ არ ვიცი ეს ბოდვები, რომ კასში თითქოს გეების პრობლემა არსებობს და ამ კასპელებს გაპიდარასდებისგან იცავდნენ. ხო, აი ამ სიგიჟეებით გააბრუა ქართულმა ოცნებამ მათი მხარდამჭერები, თუმცა მას პასუხები მაინც ჰქონდა და ჩვენ თუ კი რამეზე გვაქვს ხა სამუშაო ზუსტად ეს არის რომ ამ ნაცების მოbrunების ამ რევანშიზმის შიში დავაზღვიოთ იმით რომ თქვა ვისაუბროთ რომ ჩვენ არ ვემზადებით ძალაუფლების ერთპიროვნულად შესასვლელად და ახალი ბელადი არ მოგასხდება თავზე ვიც იმას გააკეთებს რასაც დღეს ივანიშვილი უკეთებს პოლიტიკურ ოპონენტებს და რასაც მანამდე მიშა სააკაშვილი უკეთებდა ომთან მიმართებით ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ხედა იმასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება ერთი მხრივ
დასავლეთში არ გადავიმტეროთ ჩვენი ყველა კეთილის მოსურნე და მეორე მხრივ რუსეთი არ აღვაგზნოთ იმგვარად რომ მან აქ ინტერვენცია გადაწყვიტოს. ეროვნულობის ნაწილში გვაქვს სასაუბრო იმაზე რომ თუ კი ვინმე სამ ქვეყანაში ქართველობის დაცვა უნდა, ქართული ენის გადარჩენა უნდა, არის რომ ჩვენ გქონდეს იმგვარი პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში რომ აქ ქართველი იყოს დაფასებული, აქედან ადამიანები არ გარბოდნენ და ამ კუთხით ბევრი რაღაც გაკეთება შეგვიძლია რომ ამ ქართველობის წართფევის შიშებს უპასუხოთ ჩვენ. ერთ რაღაცას შევეხები კიდე. ნაციონალიზმს რაც შეეხება რა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ პირველ რიგში ყავს ეროვნული უმცირესობები, რომლებიც ქართულად არ ლაპარაკობენ. ამის შემდეგ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ესენი თავის ენაზე კი არ ლაპარაკობენ, აზერბაიჯანულად ან სომხურად. ორივე ეროვნული უმცირესობა საუბრობს რუსულად. ანუ ჩემ ტერიტორიაზე ყავს უმცირესობები, რომლებსაც ვაძლევ თავისუფლებას იმისას, რომ იარსებონ ჩვეულებრივად, იმას არ ვცდილობ საერთოდ რომ ინტეგრაცია მოახდინონ ქართველერში და ამავდროულად მელაპარაკებიან რუსულად. ანუ ამისი გამოსწორების გზებით, ანუ ეს პრობლემა უნდა დაისახოს. ეს უნდა გაჟღერდეს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მართლა ეროვნულობასაც საფრთხეს უქმნის, ეს არის. წარმოვიდგინოთ ახლა ის მომენტი, რომ საქართველოს რაღაცა დაემართა უცბად. ან რუსეთთან ხელახალი ომი დავიწყეთ ან რაღაც ეგეთი. დიდი ალბათობით სომხებიც და აზერებიც შეიძლება შემოვიდნენ ჩვენ ტერიტორიაზე და თავისი ხალხი შეიერთონ ტერიტორიულად. ეს ომი რომც არ მოხდეს, ეს ყველაფერი ისე მიდის, რომ ისტორია ხო წლები ხომ მიდის არა და უშუალოდ აზერბაიჯანელები და სომხები სახლდებიან ამ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად აუთვისებელია, ქართველი იქ ფეხს არ მოიკიდებს ვერანაირად, იმიტომ რომ არ შეუძლია იქ საერთოდ სხვა ენაზე საუბრობენ, ხო? შენგან განსხვავებულზე. ამიტომაც მოდიან ისევ სომხები და აზერები იმ ტერიტორიაზე. და ესენი რო დასახლდებიან იქ და გავა დრო, ანუ 100-150 წელი რო იქ ცხოვრობენ და გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ თავის ქვეყანას შეუერთდნენ. შენ ამას არც ისე არ აკონტროლებდი ის როგორც საჭიროა. არანაირ ბენეფიტს არ აძლევდი თითქმის. და თანამავდროულად თავისი ნაციონალური იდენტობას შეუერთდება დაუბრუნდება თავის სამშობლოს. და უნდა წაიღებს შენ ტერიტორიასაც. ეს როგორც ახლო, ასევე შორ პერსპექტივაში არის ძალიან დიდი საფრთხე. და ეს უნდა დაისახოს. და მაგნაწილში მნიშვნელოვანია ჩემ ერთის რომ მათ შორის ეს ხალხი ხა თქვა ვინც არის ესე განაპირა რეგიონებში და იქ ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში მათი ეკონომიკური ბმა არის ხშირ შემთხვევაში მათ ეთნიკურად მშობლიურ ქვეყნებთან და ესეც ამ კუთხით პრობლემა არის რომ ისინი ვერ ხედავენ თავიანთ თავს ქართულ ეკონომიკაში და საქართველოს შიგნით დოვლათის შექმნის პროცესში არ არიან ინტეგრირებული და ხო ეს კიდევ უფრო მეტად აუცხოებს აშორებს და ისინი მათთვის დედა სამშობლოდ ათახმაში მაინც გამოიყურება თითქმის ინტერაქცია არ დგება ქართველერსა და ეთნიკურ ერსთან არის ანუ ქართველ ეთნოს შორის და აზერბაიჯანელ და სომეხ ეთნოს შორის რაც საბოლოოდ გამოიწვევს შეერთებას ხო ძალიან ბევრ ქართველს ეშინია იმის რომ გავსომხდებით ან გავაზერბაიჯანელდებით მაგრამ დღესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობს ძალიან ბევრი სომეხი მეგობრები მყავს ეგეთები ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი რომლებიც აბსოლუტურად ქართველები არიან არც თავისი ენა იციან არც არაფერი საქართველოში დაიბადნენ და ქართულ ყაიდაზე აღიზარდნენ თუმცა მათ აქვს შეხედულება სომხის და გვარი. ხო, და ახმაც არ არის მაინც და მაინც ჩვენთან დიდად ლოიალური, ხო დაინახე სომხეთის ნაკრებთან როცა ქონდა თამაში. ძალიან ეს არმენოფობია ამ ქვეყანაში აშკარად არსებობს და ეს სადღაც ღვივდება რა. ის ვიღაც ბავშვები იყვნენ ახლა რომლებიც შეიძლება ვერც აანალიზებენ საერთოდ რა გააკეთეს, მაგრამ ეს ხო სადღაც ჩაბეჭდილია მათ გონებაში და ეს ახმაში არსებობს. კი, ანუ ბავშვი თავის გადაწყვეტილებას ხო არიღებს. ბავშვი ისრუტავს რაღაც ინფორმაციას. ეს თუ თავის მამისგან, ბიძისგან ან მეზობლისგან არ მოისმინა და არ გაუღვივდა ზიზღი ამათამი, მაგას ხო არ გააკეთებდა. და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ანუ ვცდილობთ რომ მეგობრულად დავხედროდით, მეგობრულად ჩავსულიყავით. იქაც ბევრი რაღაც ისეთი მოხდა, რომ ქართველებს სანამ ნიშნები მოპარეს მანქანაზე. იქაც ძალიან ბევრი სისულელე მოხდა. მაგრამ რა ვიცი. ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო და თუ რაიმე სათქმელი არ გექნება მაგის მერე დავასრულოთ. ეკლესია რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია საქართველოში. არც თუ ისე ძლიერი დღეს, ოღონდ მე ძლიერებაში ავტონომიურობას გულისხმობ, თორე ესე გავლენა ძალიან დიდი აქვს. მათთან რაიმე მოლაპარაკებებს თუ აწარმოებდით ან აპირებთ თუ არა. იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე საქართველოს ქართულ ხალხს ესაუბრო თითქმის შეუძლებელია.
და რას ფიქრობთ ამაზე, რა როლს ხედავთ ეკლესიისას სამომავლო პოლიტიკაში და საერთოდ აპირებთ თუ არა? სხვადასხვის ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღემდე მაქვს ჩემ თავთან დისკუსია, ესე რომ ვთქვათ. ამ პრობლემა არის ის, რომ დღეს ეკლესია გამოცლილია იმ შინაარსისგან, ჩემი აზრით, რასაც ზოგადად ეკლესია უნდა ატარებდეს და რა სიკეთესაც მას უნდა მოქონდეს ადამიანებისთვის, რომ ადამიანებს ეხმარებოდეს ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რაღაცა სულიერების გაღვივებაში თუ არის შეგვიძლია ვთქვათ, ხო, ეს ღირებულებითი ეს იერარქია არის, რომელსაც თუ ისე გამოიყენებ როგორც წესი და რიგია, ამას სიკეთე მოაქვს ჯამში საზოგადოებისთვის, ხო? ყველა ხო რაღაცა ლიბერტარიანული ლოგიკიდან არ მიდის სწორ მორალამდე ან ყველა ხო ჯონ ლოკს არ კითხულობს, ხო? შეიძლება ეს ქრისტეში ნახო, ხო? თუმცა იმის გამო რომ დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მოწყობა ეკლესიასთან და ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის როგორიც გვაქვს, ხო ეს ართულებს ამ ნაწილს და ადამიანების დიდ ნაწილს პირიქით არასწორ მორალს უდებს თავში და არასწორ გზაზე აყენებს. ჩვენ წესით კი ვართ ესე ფორმალურად თეოლოგიურად რო შევხედოთ როგორც სეკულარული სახელმწიფო, თუმცა ჩვენ გვაქვს ფასადური და ფორმალური სეკულარიზმი, რეალურად სახელმწიფოც არის შესული ეკლესიაში და საქმეებში და ასევე გვახსოვს მაგალითები ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არის, სადაც ეკლესიასაც აქვს გავლენა სახელმწიფოს მოწყობაზე და ცხოვრებაზე და როგორც წესი ამ ურთიერთობის წინაპირობები ხშირ შემთხვევაში არის ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ერთი მხრივ როცა არჩევნები მოდის, საპატრიარქო თავისი ესეთი იერარქებით, რომლებიც შედარებით დალაგებული არიან ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, წინა ხელისუფლებასთან, რომელიც იყო, ცდილობენ რომ მათ მრევლს თავში ჩაუდონ ისეთი ნარატივები, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებასთან მოდის წინააღმდეგობაში და ჩვენ ხშირად საუბრობთ, ეხლა გირჩის უამრავჯერ ვისაუბრია და საპატრიარქოს წინააღმდეგაც არაერთხელ გამოსვლათ არაერთი განცხადებით, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ვერ მივახციეთ იმ მიზანს, რომ ადამიანებისთვის მართლა აგვეხსნა რა არის ამ ხრივ პრობლემა და ეს აღიქმებოდა ეკლესიასთან ბრძოლად. როცა ჩვენ არასდროს ეკლესიის წინააღმდეგი არ ყოფილვართ, ჩვენ ვართ სამდროში ამ მოწყობის წინააღმდეგი, რომ საპატრიარქო არის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გზით. ჩემი აზრით თავის დროზე ნარატივი არ გივარგოთ ხოლმე, ნარატივის სტრუქტურა. მართლა ისე ჩანდა, რომ ქართველ ლიბერალებს არ უნდათ ეკლესია და ებრძვიან ეკლესიას. ეკლესიის წრებათ აღვიქვით კი. ხო, ანუ ყველა მეგრე არ გიქვათ რა. თან მაგის მერე, როდესაც უშუალოდ თავდასხმაზე გადადიხარ, ისინი თავს იცავენ და სოფისტურად მიუდგებიან ამ ყველაფერს და შენ სიტყვას ესე გამოიყენებენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან რა. ცოტა უფრო რბილად არის მდგომას. მე მგონია რომ მე პირიქით ანუ მართლა გულსფერად ბევრი ადამიანი არის ჩემ გარშემო, ვაჭერ ჩემი მეგობრები, ვინც ეკლესიას პატივსცემს და ქრისტიანული მორალით ცხოვრობს და მათთვის პირიქით ამის ახსნას ვცდილობ ყოველთვის, რომ სიამოვნებაში მე როგორც წარმომიდგენია, მე რაც შეიძლება პოლიტიკოსმა შევცვალო, ამ კუთხით ეს ისევ ეკლესიას გამოადგება, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ფინანსური წყაროები ჩაიჭრას რა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის. მაგას ვერ იაზრებენ და ეგრე თქვა ეგრევე. შეიძლება ხვალ კონკორდატი არ გავაუქმოთ პირობითად, ეს მაინც რაღაც საფრთხეთ აღიქმება, მაგრამ მინიმუმ ის რომ ბიუჯეტის ფულით არ საზრდოობდეს საპატრიარქო, რაც მათ არასწორ სტიმულებს უჩენს. ანუ როგორც კი ეს ბიუჯეტის შპრიცს ესვავ შენ რაღაც ორგანიზაციას, მაშინვე ამ ორგანიზაციის ინტერესი არის, რომ ლოიალისტური იყოს იმ ბიუჯეტის, ესე რომ ვთქვათ, თავში ვინც დგას იმ ხალხთან და ამიტომ თუ კი ჩვენ ამ ხაზებს ჩავჭრით და ვიტყვით, რომ მართლა დამოუკიდებელია საერო ხელისუფლება ამ ეკლესიისგან, ამ შემთხვევაში ეკლესიას მოუწევს რეალურად თვითგანვითარებაზე ფიქრი, ანგარიშვალდებულება არა ბიძინა ივანიშვილთან, არამედ იმ რევლთან, რომელიც მათი მთავარი დასაყრდენია, ხო, დღეს და ეს კიდევ უფრო მეტად იქ მერე შიდა კონკურენციის გზით გააჯანსაღებს პროცესს. რეალურად ამისი ალტერნატივა დევს შიგნით ბიბლიაში. თუ იცი, ყველა ქრისტიანს ევალება თავისი შემოსავლის 10% შესწიროს ეკლესიას. რომელი ქრისტიანი გინახავს სადმე, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, რომ 10% ხელფასეულ ჩაერიცხება მიქონდეს ეკლესიაში და დებდეს. ცოტა. ცოტა კი არა, მე არაფინ არ ვიცი. ხო და აი ბიბლიის ეს მუხლები რომ ამოიღონ და წაუკითხონ ხალხს. ჩვენ არ გვაფინანსებენ და უნდა დაგვაფინანსოთ თქვენ. შენ თუ
შენ მრევლს ენდობი და ამბობ რომ ესენი მართლა ქრისტიანები არიან. მაგ შემთხვევაში დაგაფინანსებენ. ამავდროულად შენ თუ ხარ მრევლი და ენდობი იმ მღვდელს, რომელიც მრევლიც შენ ხარ, მაგ შემთხვევაში არ გაგიჭირდება 10% შეწირვა, იმიტომ რომ შენ იცი, რომ ეს სიკეთეს მოხმარდება. ეს მღვდლების ჯიპებს კი არ მოხმარდება ამ შემთხვევაში. ეს მოხმარდება განათლებას, სხვადასხვა პროექტები დაიგეგმება. აი, როგორც მამა თეოდორე გიგნაძე ატარებს ახლა მაგალითად. ანუ კი ბატონო. თან ეგრესია ისეთი რაღაცაა, რომ შენ ვერ მოთხოვ იმას, რომ მიიღე LGBT საზოგადოება, იმიტომ რომ დოგმაში უდევთ ეს, რომ არ შეიძლება და მორჩა. ეგრესია შენი აზრი ვერ გექნება ვერანაირად. მაგრამ შენ შეგიძლია იქიდან ხალხს მიაწოდე ის მორალი, რაც საჭიროა. თუ მართლა გადარდებს ის მორალი და იმის გაძლიერებაზე ფიქრობ და ზრუნავ. ჩვენ გეებამდე ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. რო ვთქვა რომ ახლა მე პირადად გეებისადმი რაღაც ძალიან კეთილგანწყობილი ვარ, არ არის ეგრე, მაგრამ რო ვთქვა რომ ქუჩაში დავინახო და ვცემ, არც ეგრე არ არის. ან ზისქს იწევს ჩემში რომ აი დავინახო და გავიწიო გვერდზე, არ არის ეგრე. ჩვეულებრივი ადამიანია ის. უბრალოდ ჩემ ღირებულებებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, ხო? და თან არც გამოვრიცხავ მასთან რაიმე თუნდაც ბიზნეს შეთანხმება რო იყოს, მე იმიტომ უარს არ ვიტყვი რომ ის გეია. ანუ ეს უნდა ჩაუნერგოთ ხალხს, რომ ნუ შეიზიზღებ ამ ხალხს მარტო იმიტომ რომ გეია, მას შეიძლება ჩვეულებრივად კონდეს ის ღირებულებები რაც შენ მოგწონს, უბრალოდ არ აქვს ის სექსუალური გემოვნება რაც შენ. ანუ აი ეს ნარატივია კარგად ჩამოსაყალიბებელი და სტრუქტურა გასამართი. და ჩვენ მათ შორის შენი რადიკალიზმით ამ ნაწილში გარკვეულწილად გავართულეთ მაგ მიზნამდე მიღწევის გზა. ესმის რომ ეხა მე ეხა ენის მოჩლება ზოგადად არ მგონია სწორი მიუხედავად იმისა რომ ბევრი მეუბნება რომ ზედმეტად ხისტი ხარ შენ როცა რაღაცა განცხადებებს აკეთებ. სიხისტე არ გამორიცხავს იმას რომ შენ სწორი პოზიცია შეიძლება იყოს სწორი პოზიციონირებაში, იყო ამავდროულად ხისტი მთავარია ნარატივი გავასწოროთ. მთავარია რა მესიჯი მიდის ადრესატამდე. ხისტად შეიძლება ეს ყველაფერი თქვა, მაგრამ თუ ის არის ნარატივი არასწორია თავის თავში. შენ სულ ორ ბილად თქვა, მაინც იგივენაირად გამოვა და იგივენაირად აღიქვამენ. აი ახლა საომალო გეგმებზე რომ ვისაუბროთ. პირველ რიგში ეს სამი ადამიანი, ვინც წამოხვედით გირჩიდან ერთად რჩებით თუ ცალ-ცალკე აპირებთ რამეს? ან რა პროექტებს აპირებთ? ამ შემთხვევაში თუ რამეს გავაკეთებთ და გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენი ეს დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალი იქნება თუ ცოდნა იქნება თუ გამოცდილება ამ პერიოდში, რაღაცა ისევ ამ მიზანს მოვახმაროთ, რომელთაც აქამდე მოძრაობდით, რომ ამ ქვეყანაში მართლა თავისუფალი ადამიანის არსებობა იყოს შესაძლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი და ვეცდებით, რომ რაც ამ მიზანს გამოადგება და ჩვენი ამ შეძენილი გამოცდილებით ეს ყველაფერი უფრო მეტად მოვახმაროთ. კონკრეტულად ჩემი სურვილი არის, რომ ჩვენ გავხდეთ დასაყრდენები და მიზიდულობის ცენტრი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში აპირებენ ცხოვრების გაგრძელებას, აწუხებთ ეს გარემო და თვლიან რომ და უყურებენ პრინციპში იდენტურად არსებულ პოლიტიკურ გარემოს და თვლიან რომ ეხა კრიზისულ მდგომარეობაში ვართ და გარშემო გაბანკნოტებული არიან ის პოლიტიკური აქტორები, ვინც შეიძლება რამაც ცვლების ფაქტორი იყოს და ხო ესე კონკრეტულად ეხა ჩამოყალიბებული გაწერილი გეგმა არც ერთს არ გვაქვს, ეხა სულ 2 დღის წამოსულები ვართ და პირველი რაც იყო ჩვენი მიზანი ამ პროცესში იყო, რომ ჯერ გვინდოდა რომ გავთავისუფლებულიყავით ამ პარტიული თუ ძველი პოლიტიკური კონექტურისგან და ამის შემდეგ ჩვენ ვცადოთ ამ ჩვენი სურვილების რეალიზაცია და ხო არ იქნება რთული ეს მარტივი ეს ამბავი, ვიცი რომ ბევრი სირთულეები გვექნება, მაგრამ ისიც ვიცი რომ ამის გარდა ამ წუთას სხვა არაფერი არ მაინტერესებს და არაფრის კეთება არ მინდა, ეს არის ჩემი ცხოვრება და ხო მათ შორის ის ხალხი და ის ადამიანები რომლებიც ამდენი თვეებია აქციებზე დადიან და რაღაცა იმედს ეძებენ ვინმეში რომ იქნებ რაღაცა პოლიტიკურ ძვრებში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ის პატიმრები რომლებიც ციხიდან ეხა გვიყურებენ და არიან ჩვენ იმედზე, მათთვის იმედის ნაპერწკალი მაინც ვიყოთ და ისინი თვლიდნენ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას ჯერ კიდევ აქვს აზრი და მე ამის ღრმად მჯერა რომ
ეს ბრძოლა მე შენ გიორგის და ჩვენ თანატოლებს და იმ ხალხს ვინც 28 ნოემბერს აქციაზე გამოვიდა ჩვენთვის ეს ბრძოლა არ არის წაგებული ეს ბრძოლა გრძელდება ეს ბრძოლა თუ ვინმე წააგო ეს არის ეს პოლიტიკური სპექტრი ხო რომლებთანაც მე მაქვს უამრავი პრეტენზია და სიმართლეებით გაბრაზებული ვარ ძალიან რა არანაკლებ გაბრაზებული ზოგიერთი შემთხვევაში ვიდრე ბიძინა ივანიშვილია იმიტომ რომ მათ შეეძლოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მეგვიყვანდა და ხო ჩემი პრობლემა შეიძლება ეს არის რომ ესე ამ ბრას ესე ვერ ფარავდა ეს შეიძლება ვიღაცისთვის აღიქვემოდეს პროცესის დაზიანებად მაგრამ არ მგონია რომ მე კიდე ხარ რამე დავაზიანო ისე დისკრედიტირებულია და დაზიანებულია ისედაც ყველაფერი ამიტომ ხო თუ კი რამე მგონია ხა არის გამოსავალი რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, არ მოვიტყუოთ არაფერი და ტყუილებზე თვალი არ დავხუჭოთ და მე აქ არის შანსი რომ რაღაც ახალი აღმოცენდეს. ეხლა მე არ მაქვს იმის ამბიცია რომ ეს დიმიტრი გელოვანი ვარ და რო არის ხოლმე რომ ეხლა ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი დაიბადება რომელიც ერთს წარუძღვება წინ, არა მე მაგის ამბიცია არ მაქვს, თუ კი რამეს ამბიცია მაქვს არის ის რომ ჩემ გარშემო მოვიზიდო ჩემ აზრზე მყოფი ადამიანები და ჩვენ ერთად შემდგომ რაიმე ახალი შევქმნათ ქართულ პოლიტიკაში. აი, ეს აბსურდის თეატრი ზოგადად მე და გოგას მიყავს ხოლმე და მათ ვახსენე ერთხელ რომ უბრალოდ ეს არის საჭირო რა. 12 წელია ვამბობთ იმას რომ ახლა ამის დრო არ არის. და ზუსტად აი ახლა უკვე გვიწევს იმის დაწყება რაც უნდა დაგვეწყო პირველივე წლიდან. ახლა უკვე რაღაცას მიღწევა უნდა გქონოდა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ეს. და მე თქვენი ნაბიჯი იმიტომ მომეწონა, რომ ჩემი აზრით აი ეს ზუსტად აი ამას ატრიგერებს. შეიძლება თქვენ მოგბაძონ სხვა პოლიტიკოსებმაც და აი რაღაც ახალი შეიქმნას, იმიტომ რომ ჩემი აზრით 90% ოპოზიციური სპექტრის არის ჩამოსაწერი უბრალოდ. და გადასაგდები. იმიტომ რომ ეგენი ცხოვრებაში ვეღარაფერს გააკეთებენ, არც ნდობა აქვთ, არც რესურსი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს, არ გამოიყენეს, ასე რომ ახალი, როგორ ვთქვათ, ახალი იდეა უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ბაზარზე, რაც ქოცებს დაამარცხებს ჩემი აზრით და მათ შორის მეც მოვიაზრებ ჩემ თავს აი ამ რიგებში, აი ამ საზოგადოების რიგებში. და ძალიან მიხარია, რომ ერთად შევძლებთ რაღაცების კი, ყველაფერს შევძლებთ. იმედია. სიტყვით მარტივია, მაგრამ ცოტა რთული იქნება პრაქტიკაში. შევძლებთ, მე მჯერა მაგის. რამე დასამატებელი ხო არ გაქვს ესეთი, რაც გინდა პრინციპში გასაუბრეთ ყველაფერზე რა. ძალიან სასიამოვნო იყო. პირიქით მინდა რომ ადამიანებს ერთ-ერთი ის უთხრა რომ ამ ქვეყანაში გასაქცევი კი არა, ამ ქვეყანაში ცხოვრება გასაგრძელებელი პირიქით და ხო მართალია დიდი ტრაგედია არის რომ ყავს ახლა კონკრეტული პოლიტპატიმრები და იმ ბიჭებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუმცა მე არ მჯერა იმის რომ ეს ქვეყანა ამაზე ცუდ მდგომარეობაში არ ყოფილა თქვათ წინა პერიოდში ამაზე რთული მდგომარეობიდან გამოსულა უფრო მკაცრი ავტორიტარიზმი გქონია ჩვენ და ხო ამასაც გაუძლებთ და აქედან დარწმუნებული ვარ რომ ვიპოვი გამოსავალს ჩვენ არ ვართ რუსეთი რა სადაც მოსკოვის შუა ცენტრში რომ რაღაც რეპრესია ხდება და მოსკოვის ბოლოში რომ ეს არავინ არ იცის და ინფორმაცია არ მიდის პატარა ქვეყანა ვართ და აქ თუ მართლა დავილაპარაკებთ და გავერკვევით ერთს ზოგადად რა გვინდა რაღაც უკეთეს გავაკეთებთ. ახლა მე დავამატებ რაღაცას. მეგობრებო თქვენ გახდით შემსწრე იმისა თუ როგორ საუბრობდა ორი ლიბერალი. და ალბათ მიხვდებოდით იმას რომ გეი არც ერთი არა ვართ. ხო და უნდა მიხვდეთ იმას რომ ლიბერალიზმი არ არის უბრალოდ გეობის მხარდაჭერა და რაღაც ეგეთი. ლიბერალიზმი ბევრად დიდია. ბატონი გიორგი გუმყოფილოა ჩემი სიტყვით. ანუ ამას ასე ხისტად იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან არასწორი აღქმა აქვს ლიბერალიზმის რა. ლიბერალი შეიძლება იყოს LGBT თემის წარმომადგენელიც და არ იყოს. ლიბერალიზმი ძალიან დიდი იდეაა. მე ამაზე ვიდეო შეწერე მინდა დიდი ხანია და ან გავცივდი, ან რაღაც ვერ მოხერხდა, არა და ძალიან მინდა ლიბერალიზმს დიდი ვიდეო მიუძღვნა. ხო და დაგემშვიდობებით წარმატებები შენ ამ კარგ საქმეში. მადლობა ძალიან. შენს და გიორგისაც. გოგასაც. მესამე აქ არ ყავს. ნახვამდის გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და თუ მოგეწონებათ გადააზიარეთ.